ქრისტემდე 500 წლით ადრე, ნაყოფიერი ნახევარმთვარის გულში აღმართული იყო ქალაქი, რომელიც მთელ ცნობილ სამყაროს აიძულებდა ქედი მოეხარა აღტაცებასა და საშინელებაში. მისი კედლები 25 მეტრის სისქის იყო. მისი კარიბჭეები ბრწყინავდა ლურჯი ფილებით მოპირკეთებული. მისი ბაღები ეწინააღმდეგებოდა თავად გრავიტაციას. მაგრამ იმ ტაძრების შიგნით იყო რაღაც, რაც შოკში აგდებდა ძველი სამყაროს ყველაზე გამოცდილ მოგზაურებსაც კი. რაღაც, რაც ქალებს ცოცხალშესაწირავად აქცევდა. ვიდრე ვიდეოს გავაგრძელებდეთ, გსურთ გააძლიეროთ თქვენი სალოცავი ცხოვრება და ამავდროულად დაეხმაროთ ჩვენს არხს ზრდაში. მოვამზადე მასალა 50-ზე მეტი სპეციალური ლოცვით თქვენს საწინამძღვროდ. დააცკაპუნეთ ბმულზე აღწერაში და დაეხმარეთ ჩვენს პროექტს ქრისტეს სიტყვის გავრცელებაში. როდესაც ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე ამ მეტროპოლიის კარიბჭეებში შევიდა ქრისტემდე მეხუთე საუკუნეში, მას უკვე ნანახი ჰქონდა ეგვიპტის პირამიდები, უკვე ნაოსნობდა მთელ ხმელთაშუა ზღვაში, უკვე დოკუმენტირებული ჰქონდა ათობით სხვადასხვა კულტურა. ვერაფერი მოამზადებდა მას იმისთვის, რასაც იშთარის წმინდა სამყოფელში იპოვიდა. მან ამას უწოდა მთელი ბაბილონის ყველაზე სამარცხვინო ჩვეულება. ჰეროდოტე კი არ იყო ადამიანი, რომელიც ადვილად სკანდალიზდებოდა. წარმოიდგინეთ სცენა. ქალაქი 200,000-ზე მეტი მოსახლეობით თავის ზენიტში. ტაძრები, რომლებიც ხელოვნური მთებივით აღმართულიყო მესოპოტამიის დაბლობის შუაგულში. მათგან ყველაზე დიდი ეტემენანკი დაახლოებით 90 მეტრის სიმაღლის იყო, თითქმის იგივე ვერტიკალური განზომილება, რაც ნიუ-იორკის ფლატირონის შენობას, რომელიც აშენებისას 1902 წელს პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ შენობად ითვლებოდა. 7 საფეხუროვანი ტერასა ცისკენ მიმავალი, თითოეული სხვადასხვა ფერად შეღებილი, რაც 7 ცნობილ პლანეტას წარმოადგენდა. აბსოლუტურ მწვერვალზე სუფთა ოქროთი მოპირკეთებული სალოცავი, სადაც, ბაბილონელი ქურუმების თქმით, თავად ღმერთი მარდუქი ჩამოდიოდა ყოველ ღამე დასასვენებლად. 17 მილიონი აგური გახდა საჭირო მხოლოდ ამ სტრუქტურის ასაგებად. 43 წლის უწყვეტი მუშაობა ნაბუქოდონოსორ მეორის მეფობის დროს. ათასობით მუშა ყალიბავდა, წვავდა და აწყობდა აგურს აგურზე, ფენას ფენაზე, სანამ კოშკი იმდენად მაღალი არ გახდა, რომ მისი ჩრდილი მთელ კვარტლებს ფარავდა მზის ჩასვლისას. მაგრამ არქიტექტურა არ იყო ის, რაც უცხოელ სტუმრებს სიტყვებს ართმევდა. ეს იყო ის, რაც ტაძრების შიგნით ხდებოდა. იშთარის კულტი ბაბილონის რელიგიურ ცხოვრებაში ისე დომინირებდა, როგორც ვერცერთმა დასავლურ მოღვთაებამ ვერასოდეს შეძლო. იშთარი იყო სიყვარულის, ომისა და ნაყოფიერების ქალღმერთი, სამი სფერო, რომლებსაც ბაბილონელები განუყოფლად მიიჩნევდნენ. ის განაგებდა როგორც ბრძოლის ველს, ისე საქორწინო სარეცელს. როგორც უხმოსავალს, ისე მგზნებარე სურვილს. მის პატივსაცემად შედგენილი ჰიმნები ღიად აღნიშნავდნენ მის სექსუალობას, მის ძალაუფლებას ადამიანის სხეულებზე, მის უნარს აიძულოს მეფეები ქედი მოიხარონ და მეომრები იარაღს დაეყრდნონ. მისთვის მიძღვნილი ტაძრები არ იყო მხოლოდ ლოცვის ადგილები. ეს იყო ეკონომიკური, პოლიტიკური და რიტუალური კომპლექსები, სადაც ზღვარი წმინდასა და ხორციელს შორის უბრალოდ არ არსებობდა. და ამ კომპლექსების გულში ფუნქციონირებდა სისტემა, რომელიც 2000 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, გადაურჩა იმპერიებს, დინასტიებსა და დაპყრობებს. ჰეროდოტემ ეს ასე აღწერა, ამ ქვეყანაში დაბადებულმა ყველა ქალმა სიცოცხლეში ერთხელ უნდა დაიკავოს ადგილი აფროდიტეს სამყოფელში, ის იყენებდა იშთარის ბერძნულ სახელს და მიეცეს უცხოელს. დააკვირდით მისი სიტყვების სიზუსტეს. არა ზოგიერთი ქალი. ყველა ქალი. არა სურვილისამებრ. სავალდებულოდ. სიცოცხლეში ერთხელ ყოველი ბაბილონელი ქალი სავარაუდოდ უნდა მისულიყო ტაძარში და მჯდარიყო სხვებს შორის, ვინც ელოდებოდა და დაალოდებოდა უცნობ მამაკაცს, რომელიც მის კალთაში მონეტას ჩააგდებდა. როდესაც ეს ხდებოდა, მას არ შეეძლო უარის თქმა. ფული მნიშვნელობა არ ჰქონდა მის რაოდენობას, წმინდა ხდებოდა ამ აქტით. შემდეგ ქალი მიჰყვებოდა უცხოელს ტაძრის გარეთ, სადაც სრულდებოდა რიტუალური აქტი. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო მას სახლში დაბრუნება. ზოგიერთი ჰეროდოტეს თქმით, წლობით ელოდებოდა, სანამ ვინმე აირჩევდა. სხვები, ყველაზე ლამაზები ვალდებულებას საათებში აგვარებდნენ. ეს მონათხრობი საუკუნეების განმავლობაში ეხმიანებოდა და ღრმად ჩამოაყალიბა ის იმიჯი, რაც დასავლეთმა ბაბილონის შესახებ შექმნა. მაგრამ ისტორიული რეალობა გაცილებით რთული იყო და ბევრი თვალსაზრისით უფრო შემაშფოთებელი. თანამედროვე მკვლევარები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, აღწერდა თუ არა ჰეროდოტეს მონათხრობი საყოველთაო პრაქტიკას თუ კონკრეტულ რიტუალს ქალთა გარკვეული კლასებისთვის. თარგმანის საკითხები ართულებს ინტერპრეტაციას.
ბერძნული სიტყვა, რომელიც მან გამოიყენა, შეიძლება ნიშნავდეს ყველა ადგილობრივ ქალს ან ყველა ქალს, ვინც ის ტაძარში, ეს გადამწყვეტი განსხვავებაა. გარდა ამისა, ჰეროდოტეს სავარაუდოდ არასოდეს სწვევია ბაბილონს პირადად და თავის მონათხრობს აფუძნებდა მეორად ინფორმაციაზე, რომელიც მიღებული ჰქონდა მეზღვაურებისგან, ვაჭრებისგან და მოგზაურებისგან. ეს არ ნიშნავს, რომ რიტუალური პროსტიტუცია არ არსებობდა. ეს ნიშნავს, რომ ის ფუნქციონირებდა უფრო სტრუქტურირებული გზებით, ვიდრე ბერძნული სენსაციონალიზმი ვარაუდობდა. ბაბილონური ტაძრები ინახავდნენ ქალთა სხვადასხვა კატეგორიას, რომლებიც ემსახურებოდნენ ქალღმერთს. იყვნენ ნადიტუები, მაღალი სტატუსის მქონე ქურუმები, რომლებიც მიძღვნილნი იყვნენ მამრობითი ღვთაებებისთვის, როგორიცაა შამაში ან მარდუქი. ეს ქალები ხშირად არისტოკრატული ოჯახებიდან იყვნენ. მამები მათ ტაძარს უძღვნიდნენ ბავშვობაში ან მოზარდობისას ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ოფიციალური ცერემონიების მეშვეობით. სიპარის ნადიტუები მაგალითად ცხოვრობდნენ შემოღობილ კომპლექსში, რომელსაც ერქვა გაგუმი, ერთგვარი მესოპოტამიური მონასტერი, სადაც ისინი მართავდნენ ქონებას, გასცემდნენ სესხებს და აწარმოებდნენ ბიზნესს ტაძრის სახელით. ჰამურაბის კოდექსი ის 282 კანონის ნაკრები, რომელიც ამოკვეთილია 2,5 მეტრის სიმაღლის დიორიტის სტელაზე ქრისტემდე დაახლოებით 1750 წელს, რამდენიმე პუნქტს უძღვნიდა ამ ქალების დაცვას. 110 კანონი მაგალითად ითვალისწინებდა დაცვას ნებისმიერი ნადიტუსთვის, რომელიც გახსნიდა ან შევიდოდა ტავერნაში, დაწესებულებებში, რომლებიც ასოცირდებოდა ჩვეულებრივ პროსტიტუციასთან. სასჯელის სიმკაცრე ცხადყოფს, რომ არსებობდა მკაფიო ზღვარი, რომელიც აცალკევებდა კურთხეულ ქურუმებს ჩვეულებრივი მეძავებისგან და ამ ზღვრის გადაკვეთა სასიკვდილო დანაშაული იყო. მაგრამ მაშინ ვინ იყვნენ ის ქალები, რომლებიც რეალურად კიდდნენ სექსუალურ მომსახურებას ტაძრებში? ლურსმული ტექსტები ახსენებს რამდენიმე კატეგორიას. ჰარიმტუ ხშირად ჩნდება ბაბილონურ ლიტერატურაში, მათ შორის თავად გილგამეშის ეპოსში. შამჰათი, ქალი, რომელიც სექსის საშუალებით აცივილიზებს ველურ ენქიდურს, აღწერილია როგორც ჰარიმტუ. ზოგი ამ სიტყვას მეძავად თარგმნის. სხვები ამტკიცებენ, რომ ეს უბრალოდ ნიშნავდა მარტოხელა ქალს საკუთარ სექსუალობაზე კონტროლით, რაც რადიკალური იყო იმ დროისთვის. შემდეგ იყვნენ ქადისტუები, ტერმინი, რომელსაც ზოგიერთი აკავშირებს ებრაულ სიტყვასთან ქედეშა, რომელიც ძველ აღთქმაში გვხვდება. და უგბაბტუები, რომლებიც ნადიტუებთან ერთად არის ნახსენები ჰამურაბის კოდექსში. და სეკრეტუები, რომელთა სახელი მომდინარეობს ფუძიდან, რომელიც ნიშნავს გატაცებულს ან დამალულს. თითოეულ კატეგორიას ტაძრის იერარქიაში სხვადასხვა საფეხური ეკავა. თითოეულს ჰქონდა კონკრეტული უფლებები და შეზღუდვები. ზოგს შეეძლო მემკვიდრეობის მიღება მამისგან. სხვებს შეეძლოთ შემოსავლის მიღება მათი ძმების მიერ დამუშავებული მიწებიდან. უფლებები, რომლებსაც მკვლევარები აღწერენ როგორც არაჩვეულებრივს იმ დროის ქალთა როლის გათვალისწინებით. მაგრამ ყველა მათგანი ამა თუ იმ ფორმით ემსახურებოდა წმინდა ეკონომიკას, რომელიც ტრიალებდა სიყვარულისა და ომის ქალღმერთის კულტის გარშემო. დაფიქრდით ამაზე ერთი წუთით. ჩვენ ვსაუბრობთ სისტემაზე, რომელიც გაგრძელდა ქრისტემდე მესამე ათასწლეულიდან სპარსელთა მიერ დაპყრობამდე ქრისტემდე 529 წელს. 1500 წელზე მეტი უწყვეტი ფუნქციონირება. ქალების თაობები და თაობები, რომლებიც იბადებოდნენ, იზრდებოდნენ და ბერდებოდნენ ამ სტრუქტურებში. ათასობით ადმინისტრაციული დოკუმენტი, რომელიც აღრიცხავდა ტრანზაქციებს, დავებს, მემკვიდრეობებსა და კულტთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ტაძარი ფუნქციონირებდა როგორც ბანკი, როგორც სასამართლო, როგორც სოციალური დახმარების ცენტრი და როგორც საროსკიპო, ყველაფერი ერთდროულად. ქურუმები მართავდნენ ქონებას. ახდენდნენ სესხებზე პროცენტის დარიცხვას. აიჯარებდნენ მიწებს. აფორმებდნენ საქორწინო კონტრაქტებს. და ზედამხედველობდნენ რიტუალებს, რომლებიც ადამიანის სხეულებს ღვთაებრივი ნაყოფიერების სამსახურში აყენებდა. წარმოიდგინეთ ბაბილონური საშუალო კლასის ოჯახში დაბადებული გოგონას მდგომარეობა. დაახლოებით 10 ან 12 წლის ასაკში მამამისს შეეძლო მისი მიძღვნა ტაძრისთვის. ეს არ იყო აუცილებლად მიტოვება, ეს ხშირად ეკონომიკური სტრატეგია იყო. ტაძრისთვის მიძღვნილ ქალიშვილს არ სჭირდებოდა მზითევი გათხოვებისთვის. მას ექნებოდა გარანტირებული საარსებო წყარო რელიგიური ინსტიტუტისგან. და იმ კატეგორიის მიხედვით, რომელშიც მოხვდებოდა, მას შეეძლო მნიშვნელოვანი სიმდიდრის დაგროვება ცხოვრების განმავლობაში. მაგრამ არჩევანი მისი არ იყო. არჩევანი არასოდეს იყო მისი. ნიპურისა და სიპარის დოკუმენტები აჩვენებს მამებს, რომლებიც აწარმოებენ მოლაპარაკებებს თავიანთი ქალიშვილების მიძღვნის პირობებზე ისე, როგორც აწარმოებდნენ მოლაპარაკებას ქონების გაყიდვაზე.
აკონკრეტებდნენ, რამდენი ფულის ბეჭედის სამკაული, რომელსაც გოგონა მიიღებდა ინიციაციის ნაწილად, უნდა მიეწოდებინა ტაძარს. ადგენდნენ, რა მემკვიდრეობის უფლებებს შეინარჩუნებდა იგი. განსაზღვრავდნენ, შეეძლო თუ არა მას საბოლოოდ დაქორწინება და რა პირობებით. ეს ყოველთვის არ იყო პროსტიტუცია თანამედროვე გაგებით. მაგრამ ეს ყოველთვის იყო ქალის სხეულის მითვისება მამაკაცების მიერ კონტროლირებადი ინსტიტუტების მიერ. ეგრეთ წოდებული წმინდა ქორწინება, ბერძნულად heroes gamos, რიტუალური პირამიდის მწვერვალს იკავებდა. წელიწადში ერთხელ, ახალი წლის ფესტივალის დროს, რომელსაც აქითუ ერქვა, ბაბილონის მეფე სავარაუდოდ ადიოდა სიკურატის საფეხურებზე, რათა სექსუალურად შეერთებოდა იშთარის მთავარ ქურუმს. იგი წარმოადგენდა ქალღმერთს. ის წარმოადგენდა ღმერთ დუმუზის, იშთარის ღვთაებრივ მეუღლეს. მათ შორის კავშირი უზრუნველყოფდა მიწის ნაყოფიერებას, სამეფოს კეთილდღეობას, კოსმიური წესრიგის უწყვეტობას. შუმერული ჰიმნები ამ შეხვედრას აღნიშნავდნენ აშკარად ეროტიკული ენით. აღწერდნენ მეფეს, რომელიც 320 კილომეტრს გარბოდა, სწირავდა მსხვერპლს, ნადიმობდა მზის ღმერთ უტუსთან და იღებდა სამეფო გვირგვინს ღმერთანისგან, ეს ყველაფერი ერთ დღეში. პოეტური ჰიპერბოლებია, რა თქმა უნდა. მაგრამ ჰიპერბოლები აგებული რიტუალურ საფუძველზე, რომელიც მოიცავდა რეალურ სხეულებს, რომლებიც რეალურ რაღაცებს აკეთებდნენ იმ მონუმენტური კოშკების მწვერვალზე. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ სექსუალური აქტი არასოდეს ხდებოდა პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ეს იყო სიმბოლური პერფორმანსი, ღვთაებრივი მითის დრამატული დადგმა. სხვები მიიჩნევენ, რომ აღსრულება რეალური და აუცილებელი იყო რიტუალის მაგიური ეფექტურობისთვის. დებატები გრძელდება. რასაც არავინ უარყოფს, არის ის, რომ ქალის სექსუალობა სისტემატურად იყო მითვისებული რელიგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნებისთვის იმ მასშტაბით, რომელიც ძველ სამყაროს სხვაგან არსად უნახავს. შემდეგ ჩნდება კიდევ ერთი ფენა. რადგან ეს არ ეხებოდა მხოლოდ ტაძრის ქალებს. ეს ეხებოდა ბაბილონური საზოგადოების ყველა ქალს, რომელიც ამა თუ იმ ფორმით იყო დაკავშირებული ამ სისტემასთან. ჰეროდოტეს მონათხრობით, თუნდაც გადაჭარბებული, აფიქსირებდა ღრმა კულტურულ ჭეშმარიტებას, იდეას, რომ ქალის სხეული ჯერ ღმერთებს ეკუთვნოდა, შემდეგ ოჯახს და მხოლოდ ბოლოს თავად ქალს. ტაძრისთვის მიძღვნილი ქალწული ემსახურებოდა ქალღმერთს. ცოლი ემსახურებოდა ქმარს, რომელმაც ის მამისგან იყიდა. ხარჭა ემსახურებოდა მას, ვინც მას ინახავდა. თითოეულ შემთხვევაში ქალის სხეული იყო ინსტრუმენტი რაღაცისა, რაც მასზე დიდი იყო. კვინტუს კურციუს რუფუსმა, რომაელმა ისტორიკოსმა, რომელიც წერდა ალექსანდრეს დაპყრობებზე ქრისტიანული ეპოქის პირველ საუკუნეში, ბაბილონი აღწერა როგორც უპრეცედენტო მორალური გახრწნილების ადგილი. ქმრები და მამები, მისი თქმით, ნებას რთავდნენ თავიანთ ცოლებსა და ქალიშვილებს, ქონოდათ სექსუალური ურთიერთობა უცხოელებთან, თუ კი სამარცხვინო საქციელი ანაზღაურდებოდა. ქალები ნადიმებზე თავდაპირველად მოკრძალებულად ჩაცმულები მიდიოდნენ, შემდეგ კი ფენა-ფენა იხდიდნენ ტანსაცმელს, სანამ, მისი სიტყვებით, მკითხველს რომ ბოდიშს უხდის, საბოლოოდ არ მოიშორებდნენ ყველაზე ინტიმურ სამოსსაც. რომაული პროპაგანდა? სავარაუდოდ, ნაწილობრივ. მაგრამ პროპაგანდა აგებული კულტურული განსხვავების რეალურ აღქმაზე, რომელსაც დასავლელი დამპყრობლები აკვირდებოდნენ და ამახინჯებდნენ საკუთარი იმპერიული ამბიციების გასამართლებლად. ბაბილონი სექსუალური დეკადანსის სინონიმად იქცა სწორედ იმიტომ, რომ ის ღიად აკეთებდა იმას, რასაც სხვა კულტურები მალულად სჩადიოდნენ. და აქ მივდივართ იმ წერტილამდე, სადაც ისტორია იკვეთება წმინდა წერილთან. რადგან ისრაელის წინასწარმეტყველები არ აფიქსირებდნენ მხოლოდ ეთნოგრაფიულ დაკვირვებებს, როდესაც გმობდნენ ბაბილონურ პრაქტიკას. ისინი აწარმოებდნენ სასიკვდილო თეოლოგიურ ბრძოლას. როდესაც ნაბუქოდონოსორ მეორემ დაიპყრო იერუსალიმი ქრისტემდე 586 წელს, მან არა მხოლოდ დაანგრია სოლომონის ტაძარი და წაიყვანა ებრაელები გადასახლებაში. მან ისინი ჩაძირა იმ რელიგიურ-სექსუალური სისტემის გულში, რომელიც ყველაფერს მოიცავდა. წარმოიდგინეთ ახალგაზრდა ისრაელიანი, როგორიც დანიელი იყო, გაზრდილი ერთი ღმერთის თაყვანისცემაში, რომელიც კრძალავს კერპთაყვანისცემის ყოველგვარ ფორმას, მოულოდნელად დადის ქუჩებში, სადაც ქალები ტაძრების ეზოებში ელიან რიტუალური ვალდებულებების შესასრულებლად, რასაც მისი რჯულის ისაძაგლეს უწოდებდა. იერემიას წიგნი 51 თავი მე7 მუხლი ბაბილონს აღწერს როგორც ოქროს თასს სუფრის ხელში, რომელმაც დაათრო მთელი დედამიწა. მის ღვინოს სვამდნენ ხალხები, ამიტომაც შეირყვნენ ხალხები. დათრობის თასის მეტაფორა საუკუნეების შემდეგ კვლავ გამოჩნდება იოანეს გამოცხადებაში. არც თუ შემთხვევით. ბაბილონის ტყვეობის მეხსიერებამ შეუქცევადად ჩამოაყალიბა ის, თუ როგორ უყურებდა ისრაელი კერპთაყვანისცემის ყველა ფორმას.
ეზეკიელმა, რომელიც წინასწარმეტყველებდა გადასახლებულთა შორის მდინარე ქებარის ნაპირებთან, მთელი თავები მიუძღვნა იერუსალიმის აღწერას, როგორც მოღალატე მეძავისა. არა პირდაპირ მრუშობის გამო, არამედ სულიერი მრუშობის გამო, უცხო ღმერთების თაყვანისცემის გამო, რაც ისრაელმა სწორედ ისეთ ხალხებთან კონტაქტით ისწავლა, როგორიც ბაბილონელები იყვნენ. გაამრავლე შენი სიძვა ქანაანის ქვეყანაში ქალდეამდე, წერდა იგი მე-16 თავში და მაინც ვერ გაწეხი. ენა განზრახ შოკის მომგვრელია. ღმერთი, როგორც მოტყუებული ქმარი. ისრაელი, როგორც ცოლი, რომელიც ყიდის თავის სხეულს წარმართულ ტაძრებში. კერპთა ყვანისცემა, როგორც სულიერი პროსტიტუციის ფორმა. ეს პარალელები ვაკუუმში არ გაჩენილა. ისინი წარმოიშვა ორ რადიკალურად საპირისპირო ხედვას შორის პირდაპირი დაპირისპირებიდან სექსუალობას, ღვთაებრიობასა და სოციალურ წესრიგს შორის ურთიერთობის შესახებ. ბაბილონელებისთვის რიტუალური სექსი პოზიტიურად აკავშირებდა ადამიანებსა და ღმერთებს. მას მოჰქონდა ნაყოფიერება. უზრუნველყოფდა მოსავალს. ლეგიტიმაციას აძლევდა მეფეებს. ქალღმერთი შთარს განადიდებდნენ სწორედ მისივნებიანი და დაუცხრომელი ბუნების გამო. ჰიმნები აღწერდნენ მას, როგორ ხარობდა თავისი საშოთი, მოითხოვდა თაყვანისცემას ხორციელი სიამოვნების საშუალებით, აჯილდოებდა თავის ერთგულებს სამხედრო გამარჯვებითა და ეკონომიკური კეთილდღეობით. ისრაელიანებისთვის ეს იგივე სისტემა წარმოადგენდა ღვთაებრივი წესრიგის სრულშებრუნებას. იგი სექსუალობის წმინდა ნიჭს საქონლად აქცევდა. ქალებს მაგიური მანიპულაციის ინსტრუმენტებად ამცირებდა. და რაც ყველაზე ცუდია, ცრუ ღმერთებს მიაწერდა ძალაუფლებას, რომელიც ექსკლუზიურად შემოქმედს ეკუთვნოდა. დააკვირდით რა ხდება, როდესაც იოანე წერს გამოცხადებას ქრისტიანული ეპოქის პირველი საუკუნის ბოლოს. ისტორიული ბაბილონი უკვე 600 წელზე მეტი ხნის დაცემული იყო. სპარსეთის იმპერიას ის დაპყრობილი ჰქონდა. ალექსანდრე მაკედონელი შეეცადა მის აღდგენას ნაადრევ სიკვდილამდე. სელევკიდებმა ის მიატოვეს ახალი ქალაქების სასარგებლოდ. როდესაც იოანე წერდა, იმ მონუმენტური სიკურატების ნანგრევები უკვე ნელ-ნელა იშლებოდა მესოპოტამიის მზის ქვეშ. მაგრამ სახელი ცოცხალი რჩებოდა. და ის რჩებოდა მნიშვნელობით დატვირთული. დიდი ბაბილონი, დედა მეძავთა და მიწის სილაჩრეთა. ასე აღწერს მას იოანე გამოცხადების მე-17 თავის მე-5 მუხლში. არა გეოგრაფიული ქალაქი. სიმბოლო. ყველაფრის კონდენსაცია, რასაც ამქვეყნიური სისტემა წარმოადგენს ღვთის სამეფოს წინააღმდეგ. იგი ჩნდება პორფირითა და სკარლატით შემოსილი, სამეფო დიდებისა და სიმდიდრის ფერებით. შემკული ოქროთი, ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით. ხელში უჭირავს ოქროს თასის, სავსე სისაძაგლით და მისი სიძვის უწმინდურებით. თვრალი წმინდანთა სისხლით და იესოს მოწმეთა სისხლით. ამ აღწერის თითოეული ელემენტი გაცნობიერებულად ეხმიანება ძველი ბაბილონური ტაძრების პრაქტიკას. მდიდრული სამოსი, რომელსაც ტაძრის მეძავები კლიენტების მოსაზიდად იყენებდნენ. სამკაულები, რომლებსაც ქურუმები თავიანთი კარიერის განმავლობაში აგროვებდნენ. რიტუალური თასი, საიდანაც კერპთა ყვანისცემის სიმთვრალე მოედინებოდა. იმათი სისხლი, ვინც წინააღმდეგობას უწევდა სისტემას და სულიერი სიკვდილის მანქანაში ხვდებოდა. იოანე არ იგონებს შემთხვევით მეტაფორებს. იგი ხდის საუკუნეების წინასწარმეტყველურ მეხსიერებას ერთ ხატად, რომელსაც მისი პირველი საუკუნის ებრაელი და ქრისტიანი მკითხველები მყისიერად ამოიცნობდნენ. და აქ მოდის გარდატეხა. რადგან გამოცხადების დიდი მეძავი არ არის მხოლოდ მკვდრეთით აღმდგარი ბაბილონი. ეს არის რომი. ეს არის ყოველი ადამიანური სისტემა, რომელიც აცდუნებს ძალაუფლების, სიმდიდრისა და ხორციელი სიამოვნების მეშვეობით, სანამ დევნის კრავის მიმდევრებს, 7 მთა, რომლებზეც იგიზის მინიშნება რომის 7 ბორცვზე, ამას ცხადყოფს. მაგრამ სახელის ბაბილონის გამოყენება რომის ნაცვლად უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე უბრალოდ იოანეს დაცვა იმპერიული შურისძიებისგან. იგი აკავშირებს აწმყო-მდევნელს წარსულ წარმართობასთან უწყვეტობაში, რომელიც 1000 წლეულებს გადის. ის, რაც ბაბილონის საროსკიპოებში ხდებოდა, ბაბილონში არ დარჩენილა. სისტემამ გადაიტანა ქალაქის დაცემა. გადაიტანა იმპერიების ცვლილება. გადარჩა სხვა სახელებით, სხვა ფორმებით, სხვა გამართლებებით. ქალის სექსუალობის კომერციალიზაცია. მამაკაცის ძალაუფლების საკრალიზაცია. სხეულების გადაქცევა სულიერი და ეკონომიკური მანიპულაციის ინსტრუმენტებად. ყოველივე ეს გაგრძელდა და გრძელდება და ყვავის ყველგან, სადაც ადამიანები ეძებენ გზას ტრანსცენდენტულობისკენ ხორცის მეშვეობით. საქმე ის კი არ არის, რომ იშთარის ტაძრების კონკრეტული რიტუალები რეპროდუცირებული იყო რომში ან სხვაგან.
საქმე ისაა, რომ მათ საფუძვლად არსებული ლოგიკა აღმოჩნდა არაჩვეულებრივად ადაპტირებადი. იდეა, რომ არსებობენ გარკვეული ქალები, რომელთა სხეულების სისტემას ეკუთვნის, იქნება ეს რელიგიური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური, არასოდეს მომკვდარა. ბაბილონის არქეოლოგიურ ადგილებში ნაპოვნი დოკუმენტები ავლენს ადმინისტრაციულ დეტალებს, რომლებიც ყოველგვარ შესაძლო რომანტიზაციას ართმევს ამ პრაქტიკას. გადახდის ჩანაწერები. კატეგორიების მიხედვით დახარისხებული ქალების სიები. კონტრაქტები, რომლებიც აკონკრეტებდნენ ვალდებულებებსა და კომპენსაციებს. სამართლებრივი დავები ამ რიტუალური კავშირებიდან დაბადებული ბავშვების მემკვიდრეობის უფლებებზე. ბიუროკრატია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ. ისეთი ბიუროკრატია, რომელიც ადამიანებს საბუღალტრო ერთეულებად აქცევს. ძველი ბაბილონური პერიოდის ტექსტი, ქრისტემდე დაახლოებით 2000-დან 1600 წლამდე, ჩამოთვლის წმინდა მეძავებს სხვა პროფესიებს შორის, როგორიცაა მცხოვრები, მწერლები და დალაქები, რომლებიც გარკვეული ტაძრების რიტუალური პერსონალის ნაწილი იყვნენ. ეს არ იყო მარგინალური სამუშაო. ეს იყო ინსტიტუციონალური სამუშაო, რეგულირებული, დაბეგრილი და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი იმავე ხელისუფლების მიერ, რომელიც მართავდა ცხოველთა მსხვერპლშეწირვასა და მარცვლეულის შესაწირავს. ეკონომიკა განუყოფელი იყო თეოლოგიისგან. ტაძრები, როგორიცაა ესაგილა, მარდუქის დიდი ტაძარი ბაბილონში, რომელიც ეტემენანკის ძირში მდებარეობდა, ბევრი თვალსაზრისით ფუნქციონირებდა როგორც თანამედროვე კორპორაციები. ფლობდნენ მიწებს. ასაქმებდნენ მუშებს. მართავდნენ საინვესტიციო პორტფელებს. და მათი შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი პირდაპირ მოდიოდა სექსუალური აქტივობებიდან, რომლებიც სრულდებოდა მათ შენობებში ან მათი ეგიდით. გათხრებმა, რომლებიც ჩაატარა გერმანელმა არქეოლოგმა რობერტ კოლდევეიმ 1899-სა და 1914 წლებს შორის, გამოავლინა ამ ოპერაციების მასშტაბები. ეტემენანკის საფუძველი 90 მეტრი 90 მეტრზე იყო, ფართობი, რომელიც თითქმის 2 საფეხბურთო მოედნის ტოლია. ესაგილას კომპლექსი კიდევ უფრო დიდი იყო, მრავალი ეზოთი, პალატითა და სამლოცველოთი, რომლებიც სხვადასხვა ღვთაებებს ეძღვნებოდა. იქ დაგროვილი სიმდიდრე წარმოუდგენელი იყო. ნაბუქოდონოსორ მეორემ, იმავე მეფემ, რომელმაც დაანგრია იერუსალიმი და რომელიც 90-ზე მეტჯერ არის ნახსენები ძველ აღთქმაში, თავისი მეფობის 43 წელი მიუძღვნა ამ მონუმენტების აღდგენასა და გაფართოებას. 1995 წელს აღმოჩენილ სტელაზე გამოსახულია მეფე, რომელიც დგას რეკონსტრუირებული ზიკურატის წინ, წარწერით, სადაც ისტრაბახობს, მეის მსოფლიოს ხალხთა საოცრებად ვაქციე, მისი მწვერვალი ცამდე ავამაღლე. დანიელის მეოთხე თავი აღწერს სწორედ ამ მეფის დაცემას. მისი ქედმაღლობა დაისაჯა 7 წლიანი სიგიჟით, რომლის დროსაც ის ცხოველივით ცხოვრობდა მინდორში. როდესაც მას გონება დაუბრუნდა, მან გამოაცხადა, ახლა მე ნაბუქოდონოსორი ვაქებ ავამაღლებდა ვადიდებცათა მეუფეს, რადგან მისი ყველა საქმე ჭეშმარიტებაა და მისი გზები სამართლიანი, მას შეუძლია დაამდაბლოს ისინი, ვინც ამ პარტავნებით დადის. ირონია შეუმჩნეველი არ რჩება. ისტორიაში უდიდესი წარმართული ტაძრების მშენებელმა საბოლოოდ აღიარა, ყოველ შემთხვევაში ბიბლიური ტექსტის მიხედვით, ისრაელის ღმერთის უზენაესობა ყველა იმ ღმერთზე, რომლებსაც ის ემსახურებოდა. ზიკურატები, რომლებიც მან ააგო, ჩამოინგრა. ქალაქი, რომელიც მან დაამშვენა, ნანგრევებად იქცა. მაგრამ თავმდაბლობის სიტყვები, რომლებიც მან სავარაუდოდ წარმოთქვა, სამუდამოდ იქნა შენახული წმინდა წერილში. შემდეგ ჩნდება გარდაუვალი კითხვა. რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ მისი ხალხი გადასახლებულიყო სწორედ იმ ადგილას? რატომ 70 წელი პირდაპირ ზემოქმედება მსოფლიოში ყველაზე განვითარებულ რელიგიურ სექსუალურ სისტემაზე? ტრადიციული პასუხი მიუთითებს დისციპლინაზე. ისრაელი გაიხრთნა ქანაანური კერპთაყვანისცემით, ამიტომ ღმერთმა ისინი გაგზავნა მსოფლიო კერპთაყვანისცემის შუაგულში, რათა ესწავლათ განსხვავება ჭეშმარიტ და ცრუ თაყვანისცემას შორის. მაგრამ იქ მეტი რამ ხდებოდა. გადასახლების დროს ებრაელებმა განავითარეს ინსტიტუტები, რომლებიც მათ მომდევნო 1000 წლეულების განმავლობაში შეინარჩუნებდა. სინაგოგა როგორც ტაძრისგან განცალკევებული თემის სწავლისა და ლოცვის ცენტრი. ებრაული წერილების შედგენა და რედაქტირება მათ საბოლოო ფორმასთან მიახლოებულ სახემდე. რელიგიური იდენტობის ჩამოყალიბება, რომელსაც შეეძლო გადარჩენა ტერიტორიის გარეშე, სამსხვერპლო საკურთხევლის გარეშე, მოქმედი მღვდელმსახურების გარეშე. ყოველივე ეს წარმოიშვა ბაბილონთან დაპირისპირებიდან. ისინი შევიდნენ როგორც ტერიტორიული ერი, დაკავშირებული კონკრეტულ სალოცავთან. გამოვიდნენ როგორც ციგნის ხალხი, რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს რწმენა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. და თან წაიღეს წარუშლელი მეხსიერება იმისა, თუ რას ნიშნავდა ცხოვრება დიდი მეძავის, ბატონობის ქვეშ.
დაფიქრდით იმაზე, რაც დარჩა. დაკიდული ბაღები, თუ კი ისინი არსებობდნენ გაქრა. ტიტანური კედლები საუკუნეების განმავლობაში აგურ-დაგურ დაიშალა. ეტემენან კი მიწაში ჩაღრმავებამდე შემცირდა, რაც არქეოლოგებმა გაჭირვებით გააკეთეს იდენტიფიცირება. იმ ქალებისგან, რომლებიც ტაძრებში მსახურობდნენ, სახელები არ დარჩენილა. მხოლოდ ბიუროკრატიული კატეგორიები. მხოლოდ მიახლოებითი სტატისტიკა. მხოლოდ კონტრაქტების ფრაგმენტები, რომლებიც მათ სხეულებს გადაცემად საკუთრებად განიხილავდნენ. მაგრამ სიტყვა, რომელიც წინასწარმეტყველებმა წარმოთქვეს იმ სისტემის წინააღმდეგ, კვლავ ეხმიანება. დაეცა დიდი ბაბილონი და გახდა დემონთა სამკვიდრო, აცხადებს გამოცხადების მე-18 თავის მეორე მუხლი. წინასწარმეტყველები განადგურება არ იყო მხოლოდ სამხედრო ან პოლიტიკური. ის იყო სულიერი სისტემა, რომელიც სექსუალობას საქონლად აქცევდა, სხეულებს ძალაუფლების ინსტრუმენტებად და სიამოვნებას ტრანსცენდენტულობის გზად. ეს სისტემა გასამართლდა და დაიგ ღვთაებრივ სასამართლოში ბევრად ადრე, ვიდრე მისი ქვები მტრად იქცეოდა. მაგრამ განაჩენი არ არის ისტორიის დასასრული. რადგან მეძავის დაცემის აღწერის შემდეგ იოანე წარმოგვიდგენს სხვა ქალს. ვიხილე წმიდა ქალაქია ახალი იერუსალიმი, რომელიც ღვთისგან ჩამოდიოდა ზეციდან, გამზადებული როგორც თავისი ქმრისთვის მორთული პატარძალი. გამოცხადების 21 თავი, პირველი და მეორე მუხლები. არა სისხლით მთვრალი მეძავი, არამედ დიდებით გაბრწყინებული პატარძალი. არა სისტემა, რომელიც სხეულებს ექსპლუატაციას უწევს, არამედ საზოგადოება, რომელიც აღნიშნავს ჭეშმარიტ კავშირს ღვთაებრივსა და ადამიანურს შორის. ბიბლია მთავრდება ქორწილით. არა წარმართული ტაძრების რიტუალური კოიტუსით, არამედ კრავისა და მისი ეკლესიის ქორწინებით. გამოსყიდული სექსუალობა. აღდგენილი ინტიმურობა. სიყვარული, რომელიც არც ყიდულობს და არც ყიდის, არამედ თავისუფლად გასცემს და იღებს. აი რა ხდებოდა ბაბილონის საროსკიპოებში, ყველაზე დახვეწილი დამახინჯება, რაც კი ოდესმე შეუქმნია ადამიანის გონებას იმისა, რაც ღმერთმა ედემიდანვე განიზრახა. კავშირი გადაქცეული ტრანზაქციად. ერთგულება გადაქცეული ვაჭრობად. სამყაროს ყველაზე ინტიმური ნიჭი გადაქცეული სულიერი მანიპულაციის იარაღად. და აი რა დაემართა ბაბილონის საროსკიპოებს, ისინი დაინგრა. მათი ღმერთები უძლურნი აღმოჩნდნენ. მათი ქურუმები დავიწყებას მიეცნენ. მათი რიტუალები შეწყდა. მაშინ როცა გალილეველი დურგლის გზავნილმა, რომელიც არასოდეს სწვევია იმ მიწებს, დაიპყრო სამყარო, რომელმაც ის დაიპყრო და დღემდე აგრძელებს წინსვლას. ეტემენან კი საგურები მტრად იქცა. სიტყვა რჩება.